ხელოვნური ინტელექტის გაჩენასთან ერთად ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო გახდა თუ რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს და როგორ მუშაობს ის. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს უზარმაზარ მონაცემებს და ამის შედეგად იძლევა პასუხს ჩვენს ნებისმიერ შეკითხვაზე. ახლა ვნახოთ ადამიანის ტვინი როგორ არის მოწყობილი და როგორ მუშაობს და რაში გვჭირდება ამის ცოდნა. ზოგადად იმის ცოდნა თუ ვინ ვართ ჩვენ, რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, რა მისია გვაკისრია, საით მივდივართ და ასე შემდეგ, გვაძლევს ჩვენი ცხოვრების სცენარის მართვის, გარკვეულწილად მართვის საშუალებას და ასევე მისი გადაწერის საშუალებასაც. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ იმის პროდუქტი დღეს, რაც მოვიმოქმედეთ გუშინ და ხვალ ვიქნებით იმის პროდუქტი, რასაც დღეს მოვიმოქმედებთ. ჩვენს მოქმედებებს განსაზღვრავს იმას თუ რას მოვიმოქმედებთ, განსაზღვრავს ჩვენი ტვინი. ჩვენს ტვინში არის 86 მილიარდი ნეირონი. 86 მილიარდი. ჩვენი ტვინი რომ შეადარო კომპიუტერს, გამოვა რომ ჩვენ გვაქვს 700 მყარი დისკი, რომელთაგან თითოეული იტევს 2 ტერაბაიტს. ჩვენი ტვინის ნეირონული ქსელი, რომ შეიძლებოდეს წარმოიდგინო ჰორიზონტალურ ხაზზე რომ განალაგო, ეს დაახლოებით იმხელა მანძილია მთვარეზე რომ გაფრინდე 7-ჯერ, გაფრინდე და ჩამოფრინდე 7-ჯერ. ლაპარაკია იმაზე, რამდენად რთულ მექანიზმთან და ამავდროულად რამდენად სრულყოფილ მექანიზმთან გვაქვს საქმე, ხო? შედევრია, ბუნების შედევრია, იმიტომ რომ წარმოდგენაც კი ძნელია, რა მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს ჩვენი ტვინი და რამდენ მილიონ ნეირონულ სინაფსურ კავშირებს წარმოშობს ნეირონებს შორის. აი შეხედეთ, როგორც მე მახსოვს 2024 წელს ჩაატარეს ექსპერიმენტი, დააკვირდნენ ტვინის 1 კუბურ მილიმეტრს. 1 კუბურ მილიმეტრს. და როგორ დათვალეს, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტო 1 კუბურ მილიმეტრზე არის ნეირონებს შორის 150 მილიონი სინაფსი, ანუ სინაფსური კავშირი, რაც აკავშირებს ამ ნეირონებს ერთმანეთთან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ნეირონები განუწყვეტლივ იბადება და წარმოიშვება მათ შორის კავშირები გაუჩერებლად. აი, მაგალითად, ახლა როდესაც მისმენთ და თუ მისმენთ, თქვენს ტვინში წარმოიქმნება ახალი ნეირონული კავშირები. კონკრეტულად სად ამის თქმა გამიჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ დანამდვილებით ასეა. როდესაც თქვენ ამას უყურებთ, უსმენთ, ლაპარაკობთ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი ტვინი ხომ გამუდმებით მუშაობს
და აი ამ გამუდმებული მუშაობის ფონზე იქ გამუდმებით იქნება ახალი ნეირონული კავშირი. ეს რას ნიშნავს? რომ ცხოვრებაში თუ რამე გინახავთ, მოგისმენიათ, შეგიგრძნიათ და დაგიმახსოვრებიათ ან არ დაგიმახსოვრებიათ, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს ტვინში, უკლებლივ ყველაფერი. ახლა ნახეთ, კომპიუტერს რომ შევადაროთ, ხო? ახლა ყველა ჩვენგანს ძალიან ბევრჯერ წაუშლია არასაჭირო ფაილები კომპიუტერზე მუშაობისას. ოღონდ არ ვიცი თუ ყველა დაკვირვებია ამას. მაგრამ ნახეთ რა ხდება. წავშალეთ ფაილები, ხო? და ვთქვათ, გავათავისუფლეთ, შემდეგ გავასუფთავეთ კომპიუტერის სანაქვე ყუთიც. რეალურად ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ წავშალეთ, კომპიუტერის მიღმა ხომ არ გასულა? არა, ხო? იქ სადღაც დარჩა. აი, ასე ხდება ჩვენი ტვინის შემთხვევაშიც. ანუ ტრავმა იქნება ეს, სიხარული იქნება ეს, ნებისმიერი გამოცდილება იწერება სადღაც. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი არ გვახსოვს, მაგრამ არ გვახსოვს ცნობიერ დონეზე, სამაგიეროდ შესანიშნავად ახსოვს იმ სარდაფს, ჩვენ რომ ქვეცნობიერს ვუწოდებთ. და ეს არის, ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ტრავმები, არის შენელებული მოქმედების ნაღმები, რომლებიც როდის იჩენენ თავს, რომელი ტრიგერის შემთხვევაში იჩენენ თავს, არავინ არ იცის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა გააკონტროლოს, რას უსმენს, რას უყურებს, რას ლაპარაკობს, რა შეგრძნებები ებადება, რა ემოციები, რა განცდები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ილექება და თუ ზოგი რამ არის დადებითი ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი მომავლის სცენარისთვის, ბევრი რამ არის სერიოზული, დამაზიანებელი, სახიფათო ინსტრუმენტი, რომელიც მექანიზმი, რომელიც როდის ამოქმედება არ ვიცით. შესაბამისად, რამდენადაც მეტად მოუფრთხილდებით ჩვენს ტვინს, რამდენადაც მეტად ვიზრუნებთ მის სისუფთავეზე, მით უფრო სუფთა, უკეთესი და იოლად მართვადი იქნება ჩვენი ცხოვრება. დასასრულისთვის მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ ადამიანს გონია, რომ ის ძალიან კარგად იცნობს საკუთარ თავს, ან და გონია, რომ ამ სამყაროში რაიმეს აკონტროლებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წარეთ ცდება. გაუფრთხილდით თქვენს ტვინს, ისევე როგორც გულს და გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ შეძლოთ გაუფრთხილდეთ სხვას, გაუფრთხილდეთ თქვენს ურთიერთობებს და იყოთ ბედნიერი. ბედნიერებას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.